ვთქვათ, ბავშვის სიარულის ერთი წელი რაღის. აი ამაზე დავიწყეთ მსჯელობა ისე რომ ვერც კი მივხვდით რაზე ვლაპარაკობთ. მე მინდა ბოდიში მოუხადო ყველა ბავშვს, რომლის გვერდზეც მე ვერ ვიდექი და რომელსაც მე ვერ მივეცი სიტყვა და სიყვარული, იმიტომ რომ ჩემი საქმე მქონდა რა დიდი ვიყავი და ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ვერ მივეცი ვერც ყურადღება, ვერც სიტყვა, ვერც სიყვარული. ყველა ბავშვს მინდა ბოდიში მოუხადო. მე მინდა ბოდიში მოუხადო ყველა ადამიანს, რომელსაც მე გვერდით ვერ დავუდექი. ასევე იმ აქონდროპლაზიის ბავშვებს, რომლებიც აქ აქცია იყო, მაგრამ მე სხვა აქციებზე დავდიოდი და მე აქ აქონდროპლაზიის აქციაზე არ მოვსულ ვარ. ამასაც მინდა ბოდიში მოვიხადო. მე მინდა ყველა ადამიანს მოუხადო ბოდიში, ვისაც ვერ შევხედე ისე როგორც კარნახობს ჩემი სინდისი და როგორც მეუბნება უფალი. და მე მინდა ბოდიში მოუხადო ჩემ შვილს, რომელსაც ვერ მივეცი ის, რაც მას სჭირდება. და ის ეთში ჩაჯდა, ისე რომ მე ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და ვერ გავაკეთე ისე რომ ეთში არ ჩამხდარიყო. ჩვენ ყველას გონია რომ ჩვენთვის ცხოვრება არის ნაჩუქარი. ჩვენ გონია რომ კუნთები რო გვაქვს და რო დავდივართ, ეს არის თავისთავადი ეს ყველაფერი. ჩვენ გონია რომ ამ სამყაროში ყველაფერი ასე უნდა ხდებოდეს. ჩვენ რო დავდივართ, ჩვენ რო დავბივართ, ჩვენ რო ზეიმობთ და ასე შემდეგ, ჩვენ გონია ეს ყველაფერი არის თავისთავადი და ასეც უნდა იყოს. სინამდვილეში ჩვენი ბავშვები, დიუშენის ბავშვებისთვის ეს აღარ არის ნაჩუქარი. ეს არის ღმერთის საჩუქარი, რომელიც ნელ-ნელა იკლებს. ისინი ვეღარ დარბიან თავის თანატოლებთან ერთად. ისინი ვეღარ თამაშობენ, ვეღარ გადიან სტადიონზე. და ამას ნელ-ნელა კარგავენ. და ისე კარგავენ, რომ ჩვენც ვეჩვევით ამ ყველაფერს და ვერც უკომპენსირებთ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ის რომ ვერ ვეხმარებით. მე მინდა შეგეშობეს და